ამ ვიდეოში გაჩვენებთ ჩინეთის დედაქალაქის ერთ-ერთ სავიზიტო ბარათს, ზეციურ ტაძარს და მოგიყვებით ბევრ საინტერესო ამბავს აქაურობის შესახებ. აბა ჩაუსხედით. დღე რა თქმა უნდა სასტუმროში საუზმით დავიწყებ. თან უცებ გაჩვენებთ თუ როგორი საუზმია აქ. აი ასეთი სივრცეა. თავარი კერძებით დავიწყოთ. აქ არის სოსისი, სხვადასხვა სახეობის, ეს ბოსტნეულია, არის კიდევ ნაგეტსები. მოხარშული კარტოფილი. ეს არის მოხარშული კელპი. იგი ზღვის მცენარეა და როგორც ვიცით ძალიან სასარგებლოა. აქ არის ტკბილი კარტოფილი, ეს კი შემწვარი პურებია. ხრაშუნა და გემრიელი იყო. ეს კი მოხარშული კვერცხია. კიდევ არის ჩაიში მოხარშული კვერცხი. აქ არის სხვადასხვა соуსები და დანამატები, ზოგი მწარე, ზოგი მჟავე. აქ გვაქვს კვერცხი, პელმენი, წვნიანიც. აქ კი არის ლობიოს ხაჭო. იგივე ტოფუ. მე სიმართლე გითხრათ დიდად არ მიყვარს. ბრინჯი ბოსტნეულით და ნუდელსები. ეს კი ძალიან გემრიელი იყო. არის ორი სხვადასხვა სახეობის ფაფა და ფუნთუშები. ასევე იყოს ლობიოს და ხორცის შიგთავსითაც. აი კლასიკური ასე გამოიყურება. ბრინჯისაა და არის უგემრიელესი. და ესეც ხორცის. ორივე ძალიან კარგი იყო სხვათა შორის. სასმელები ტრადიციულად რძე, ფორთოხლის და ვაშლის წვენი, ცივი წყალი, ყავა, ჩაი. აქ არის იოგურტი, სხვადასხვა სახეობის კექსები, კრუასანები, ფუნთუშები, პიცები. ეს ელის მოეწონა. პური კარაქი, ჯემები, ხილი და ბოსტნეული. და ბოლოს ბატიბუტიც კი ჰქონდათ. გემრიელად ვისაუზმე, რადგან დღეს ძალიან ბევრი მაქვს სასიარულო და ენერგია მჭირდება და გავემართე 60-ის ტაძრისკენ. ტაძარი ქალაქის ცენტრიდან საკმაოდ ახლოს მდებარეობს და შეგიძლიათ მარტივად მისვლა საზოგადოებრივი ტრანსპორტით ან ტაქსით. თუმცა მე სასტუმრო ახლოს მქონდა დაახლოებით ფეხით 15 წუთის სავალზე და გასეირნება გადავწყვიტე. ქალაქის ქუჩები ძალიან სუფთა და მოწესრიგებულია. წესრიგი. აი ამ ერთი სიტყვით დავახასიათებდი აქაურობას. ძალიან სასიამოვნოა მოკლედ აქ სეირნობა. აი მოვედით შესასვლელთან. კომპლექსში შესვლა ღირს $5. სანამ ტაძრამდე მიხვალ, მანამდე ულამაზესი და უზარმაზარი პარკის გავლა გიწევთ. ტაძარი უზარმაზარ პარკში მდებარეობს. 60-ის ტაძრამდე მიმავალი გზა ვგულისხმობ. ეს პარკი მართლაც 60-ში გაგრძნობინებთ თავს. სიმწვანე, სიმშვიდე, ყვავილების დამათრობელი სურნელი. აქ ვარდების ცალკე ბაღიცაა. ციყვები დარბიან შენს გარშემო, მოკლედ 60-ია დედამიწაზე. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩინელი ხალხი ძალიან დიდ ყურადღებას იჩენდნენ ჩვენს მიმართ. მოდიან, გვესალმებიან, ფოტოებს იღებენ ჩვენთან ერთად. ძალიან უკვირთ და ძალიან უხარიათ ტურისტის ნანახვა. რაც შეეხება ამ პარკს. ტაძრის კომპლექსთან ერთად პარკი სიმბოლურად და ფუნქციურად მნიშვნელოვანი იყო იმპერიული რიტუალებისთვის. თუმცა დღეს ის პოპულარულია ტურისტებისა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის, როგორც განტვირთვისა და დასვენების ადგილი. ზეციური ტაძრის პარკს უჭირავს დაახლოებით 267 ჰექტარი, რაც მას პეკინის ერთ-ერთ ყველაზე დიდ პარკად აქცევს. პარკი შედგება როგორც რიტუალური ნაგებობების კომპლექსისაგან, ასევე ფართო მწვანე ზონებისგან, სადაც დარგულია უძველესი ხეები, განსაკუთრებით კვიპაროსები და ბიჭვები. ასევე მისი არქიტექტურა ასახავს ჩინეთის ტრადიციულ წარმოდგენას ჰარმონიაზე, სადაც ბუნება და ხელოვნური ნაგებობები მჭიდრო კავშირში არიან ერთმანეთთან. პარკის მთავარ ნაწილში განლაგებულია ტაძრის 3 მთავარი კომპლექსი, სადაც იმპერატორი